გემონერ ვიდეოში ჩვენ დრიფტს ვასწავლით ძმაკაც, ჩემი BMW 36-ით და ვნახოთ თუ როგორ გამოუვა ეს ყველაფერი. წავიდეთ. პირველ რიგში მადლობა სოსო რომ მოხვედი ჩვენთან სულურად. პირველ რიგში მადლობა თქვენ ბავშვების გახსენების საშუალება რომ მომეცით. ხო, აი მაგაზე მინდა მეკითხა რა, ჯერ ახლა გავიხსენოთ მანქანაზე რაღაცეები და როგორც ვიცი სოსო ადრე დრიფტს დადიოდა თურმე. ყავდა დრიფტ კარიც. კაი, სანამ გადავალთ უშუალოდ King of Street-ის გზაზე, ბოლო დავალება იქ იქნება რომ King of Street-ის გზა გაიაროს სოსომ იდეალურად. ცოტა ხმაყლა ხარ მომივიდა. კი, ცოტა ხმაყლა. მე მგონი რომ შეასწავლე. არ მგონია რომ მაგდენი მახსოვდეს, რა ცადოთ. როგორც წესი, ჩემს სტუმრებს ყოფნა ვასწავლე ეტაპობრივად. პირველი მარცხენა ფარის დონატი, მერე შემდეგ იქნება მარჯვენა ფარის დონატი, შემდეგ რვიანი რო გააკეთოს და რვიანი შემდეგ უკვე გადავდივართ ამ გიზრუთი მოწყვეტაზე, ანუ უშუალოდ უკვე მაღალ სიჩქარეზე დრიფტით, ანუ მეორე სიჩქარე თვიფი ასვია რა. შეგვიძლია დავიწყოთ ახლა პირველი ელემენტი დონატით და ვაჩვენოთ ჩვენს მაყურებლებს. აჰა, მოვნებოდით, ვინმე ისეთი მოიყვანეთ, ვინც გააკეთებს მარტივადო, აი, დადგად რომ. ეგრეთ ამამიც ნუ იქნები. შეგიძლია სადო. ძალიან მარტივად გააკეთა სოლორადი. კარგი, ეხლა ამ ფიშკასთან მეორე მხარეს გააკეთე დონატი, მაინც დაუწყდით. მე ჯანზი. ხო, ჯანზი არის იგი მეორე ფიზიკა რაღაც. ძალიან კარგი, ესეც მარცხენა მხარეს დონატი. 30-ს გამოწერამდე ძალიან ცოტა გვაკლია, ამიტომ არქი უნდა გამოიწეროთ აუცილებლად, რათა აგვისტოს ბოლომდე ავიდეთ 30,000-ზე და გავათამაშოთ ჩემი ეს ამბოს. ჩვენი შემდეგი დავალება მაშინ გადავიდეთ პირდაპირ რვიანზე, ხო? რვიანზე, ხო, ანუ ერთი წრე ამას შემდეგ გადავიწყოთ მეორეზე, უბრალოდ ძალიან შორს არის, მგონი და ცოტა ფიშკა უნდა მივიძიოთ ახლოს. შეგვიძლია. იცოდი წავიდეთ. თუ გინდა სადე, მოგოთ ხალხი ბონუსზე რა. არა, ეგრეა. აგრესიული მეთოდებით არა, ისე წავიდეთ. გვაწყობს? აი, საკმარისია. ფიშკას დავდრობენ, წესი დგას. რვიანსაც პირველი დავდივართ? კი, რვიანსაც პირველად დავდივართ, იმიტომ რომ ადგილი არ არის, ძალიან გამშალოთ და დიდი გავხსნით. შესწორებებს შევიდა მაშინ. მანქანას აშკარად მიჩვევა? კი, მანქანას უცხოარი შეთქება პირველად მაგეთება თქმა უნდა. მაგრამ პირველი რასაც უშვებ ეს თამაშს და რას დავინახეთ. შეხედვით ცოტა ადრე იწყებ განაცხადოს. ანუ მანქანა კიდევ უფრო გაუშვი ვითომ დონატზე მიდიხარ და შემდეგ გადმოვაგდე მეორე მხარეს. გამოიწერეთ ქარდრაგის არხი, დალაიქეთ ეს ვიდეო და თუ მოგეწონებათ გადაზიარებაც არ იქნება პრობლემა. ეს იქა საერთოდ არ იყო რვიანთან ახლოსაც. ეს იყო 78. თავიდან დონატი გააკეთე და მე როცა დაგიქები გამორიცხე მეორე მხარეს. შეგახსენეთ, რომ ჩემი არქის წამდგენი არის სპორტული საინფორმაციო პორტალი Crocogym. წავედით. გადმოწყობის დროს კარგად გაუშვი გაზს და ნახე სანამ გაზს გაუშვებ გაზზე რო გიდგას ფეხი ხო მიმართულება მიეცი ცხვირს დაელოდეს ახლა და მე გავუხსენი გაზი კარგი იყო ეხლა რამდენიმე განაცხობა იმანა ისეთი იყო თუნდაც როგორიც მინდოდა მე მგონი ბრუნდებიან შენი სკილები იყო ნელ-ნელა სული სკილები ხარ ცოტა მიჩვევა მანქანასაც ჭირდება გახსენებასაც და 13 წელი ისე რა ქვია პაუზა თავისას შვება მაინც 13 წელი ცოტა არა მეტი სიამოვნება ყოლდება წინ იმიტომ რომ წავედით გზა უნდა გავიაროთ წავედით მეორე სიჩქარე ისრიალო
სანამ King of Drifts გზაზე გადავალთ, მანამდე აუცილებლად გამოვიწერეთ არხი და დაალაიქეთ ვიდეო. მოკლედ, გადავდივართ შემდეგ გზაზე. ეს არის King of Drifts მეორე ეტაპის გზა, რომელზეც სხვადასხვა მსაჯი ვიყავი ჟიური, წინა შეჯიბრზე ჟიური ვიყავი, მოკლედ ბოლო ორ შეჯიბრზე და ვისაც აქვს სურვილი რომ გამოვიდეთ ამ შეჯიბრზე, იდეალური ვარიანტია დამწყებებისთვის, მართლა იბოხოთ, იგორჯიშებთ, ყველაფერია მაგისთვის რა თქმა უნდა აქ. და შეგვიძლია ჩაერთოთ King of Drifts ჩემპიონატზე. ნებისმიერ შეუძლია გამოსვლა. ნახოთ ეხლა სოსოს თუ მოეწონა, შეიძლება ისევ ძველ დროს დაუბრუნდეს და რავე მოამზადოს. მე მაგაზე ვერ შემოწმეთ. შანსი არ არის. ბევრი ამბობდა მაგას სოსოს მინდა გითხრა, მაგრამ მე ისე აღმოჩნდა რომ დაიწყეს ესე ვთქვათ მომზადება მექანიზმი. აქ ბარემ ისიც შეგვიძლია ვთქვათ რომ გზა საერთოდ არ ვიცი ანუ პროცესს ასე. მაგარი ბარემ. და ჩამოვჭე. მოკლედ სტარტი იქნება ახლა მოწდეს მანქანა, ესეთი დავიდეს, გადავეწოთ იქეთ წარეს, გაგები ადი ზემოთ. ახლა აუფრინდეთ დრიფტი. აი ძილი ტრევლა დავაგებთ. და შეიძლება დავეწოთ. აქ ჩავდივარ. აკა, იბატონო. ესე, იბატონო, გარდია, გადაეწყობი მეორე მხარეს, აი ნახე დახაზული როგორც არის ქეჩები. შედი. მიდი, აი გადავეწყობი. ჩავხტებით აქ. მეორე მხარეს გადაწყობა. აი გზელი გზა. კი, გზელი გზა საკმაოდ. გზის დამახსოვრებაა საკუთარი. და მე არ ქონა ავიდეთ რა, ესე ხლიანად, მაგრამ ეს ბოლო მარაგები საკმაოდ რთულია, გადავარდა გიწევს ხოლმე, მაგრამ ნახოთ. იმას როგორ შეასრულებ მაგის მეტად. ისე შევასრულე ამასაც ხოლმე. კი, პირველ რიგში, მოდი, მოწყვეტა და იქ პირველი ზონის გავლა დავამოღალოთ რა. სანამ სოსოს ცდილობს რომ გაიაროს King of Drifts გზა, მანამდე შეგახსენებთ რომ ჩემი არხის სპონსორია Connect-ი. მოგითხრა ხარამე დავიმასწორე, სადაც წავიდეთ ხო მაგრად უნდა. აქ ჩერდებით, ეს არის ხოლმე სტარტის ხაზი, აქედან ვიწყებთ რა, აქედან მე ვჩხარდებით პირველი, მეორეთი, რა თქმა უნდა, სულ მეორეში გვაქვს, სხვა შიშკარი არ დაფშირდება, მეორეში ერთვაგეთ ყველაფერს. წავედით. აქ უნდა ავჩხარდეთ ბოლომდე, პირველი, მეორეთი, რაც შეუძლია მანქანას. წავედით. დაგვიღვავდა, მაგრამ აი, იყო გადაწყობა სასტუ ისე ნელი იყო, საკაიფოდ გააკეთე ყველაფერი, ერთ-ერთი ცოტა აუცილებლად ყველაფერს, მაგრამ ეგ არაფერი. სხვაგან ვიყავით. თან ეგ არა უშავს, ეგ გამოსორებადია. იმას თუ გავეჩალისინეთ რომ საუკუნეა საერთოდ არ მიდია, იდე არა უშავს. იქეთ მიდიოდი, ხო? მიდიოდი. აქ რა ჩავოვიდეთ? აქ საერთოდ არ მახსოვდა რომ უნდა ჩავსულიყო. დავეშვი იქ წავედი. კლიპინგებზე რაღაცები საუბარი არ გაქვს, მაგრამ დღეს კლიპინგებზე ეს რა. ეს გავიაროთ, ხო? ხო, ან კლიპინგებს და კვალიფიკაციას რომ მოვუწევ. ოკეი. მის ბოლომდე მივიდეთ. შვენიერი იყო, ხო, ფაქტიურად პირველი მოსაყვანის გავიარეთ იქამდე მოვახციეთ. просто განსახმები. იმას ვერ ხედავ რა პირა. მოწყვეტის წერტის ვერ ხედავ რა და просто გუმაზე. ხაზია აქ, ნახე, გაშვენებ ხე მაგას. აი ეს ხაზი არის მოწყვეტის ხაზი. მაგაზე ვიბძვან კარეს. ვიჩხუბე. ხელი ზალით წადი და მარჯვენა მხარეს მოიწია. მიდი. არასწორი ტაიმინგი ქონდა, მან თორე დანარჩენი ტაიმინგი ქონდა არასწორად და ძალიან არასწორი კი თან. თორე კაი იყო ყველაფერი რა. მოწყვეტა იყო ძალიან კარგი. წავედით. არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ ხალხო. არხი გამოიწერეთ, არხი. წავედით. იქ სამასამოსიც გამოგვიყვი. ნახე, ცოტა უფრო დიდხანს იარეთ, რითი თითქოს რაღაც ისა გაქვს რა, შიში გაქვს, რაღაც რითი წაყა. რო ახალი წრეზე, იარე, კარგად იარე რა. ხო, არა უშავს, არც წაიდებს, შენ მარცხნივ მოწევს საჭეს და ესე კუთხე შააღმავი. აი რო დაინახა უკვე რომ აღმართი იწყება, მაშინ მოხაჭე გიდრო რომ შევანელოთ მანქანა რა. ადრეწევ ხა. დაგმართი ხო? ადრეწევ ერთ გიდროს ადრე ხაჩავ და მარადო ჩერდების არა მიქპივალთ რა. გული როგორ აღგერება მერცედესი. რავი, ინერციას რო დავყოლი ალბათ მაგითო რა.
გიტო და ჩამოდიოდი. არა, საჩქარი ვიყავით, გადავარდებოდი. ჩქარი ვიყავი, არა გადავარდებოდი. ვა, კაი იყო, სუპერ, რავი, ძალიან ჩავახვედი რა. საბურავიც გაცვდა, მეგონი უკვე, ხო, მე არ ვიცი. ან გადაგძრა, ან რაღაცა გეთქება, მაგასაც დაიძრა. ჯობია იმას ვთქვა რა ქვია. პისტოპი გავაკეთე, პისტოპი გავაკეთე, საბურავებს შეცვლი და ახალი ძალებით შევუტიოთ. აუ, ძალიან კაი იყო. ძალიან. რაც ახლა 1-2-3 გავლა უნდა ვიაროთ და თუ ვერ დავანებოთ თავი, იმიტომ რომ ის მოძება წამოსულა. მაგრამ შეიძლება მომიმერება. უი. ნახო, თუ ისე მუგამში შეგვიძლია, ისე გამიგარა? კაი. თელიქზე გავიარეთ სულმასოლა, ძალიან კაი იყო, საღოლ. სოზო შეძლო და კინგოფრიტიზზე გაიარა, ხო, დაჟე ლაკიკულებზე იწევს უკვე. კიდე ხორცა, დო? დავაი. დავაი, ერთით სადო. მე გამიტკმა. დავით. შეტოს ეჭხუ ვეღარა და იცი გაზ დააჭი რა გირო რა მოგეჩული მაგალ არ მიდის და ეჭხუები ო შეტევაში ის ერთი გავლა კი ის ერთი გავლა უეჭველი გაიარა რა იმენა ის რუფასოვანი კი ის იყო ძალიან კაი ძალიან კაი გამოვიდა რა რაც ჩავიფიქრეთ ყველაფერი გააკეთა სოსომ და King of Triftis რაც გაიარა ისე რომ საკმაოდ კაი ქულოს აიღები რა მინდა გითხრა ძალიან ვისიამოვნე მე რაც ყველაზე მთავარი იყო აი ყველა ემოცია ერთად გამახსენდა ყველაფერი ერთად გამახსენდა ძალიან კარგი იყო უღრმესი მადლობა თქვენ ვიხარია მოწვევისთვის და ამ გამოცდილების მიღების შესაძლებლობისთვის იმიტომ რომ აი კარგია რა ხანდახან გასატვირთად ერთმანეთთან აი უნდა დავაგდო ამოვიდე ხოლმე შემოვიდე არა შეჯიბრი აღარ შეჯიბრი გამორიცხულია მე შეჯიბრზე აღარ გამოვა კარგი მაგასაც მივახსოვრებ კარგი მოგდა თქვენ არხი გამოიწერეთ თავისუფლად აი ეს კი არა იმდენად ვისიამოვნე რომ ჩემმა გამომწერებმა თუ შეიძლება ამ ხალხის არხი გამოიწერეთ რა იმდენად ვისიამოვნე რომ აი ღირს მარტო მაგიტო ღირს აი მაგ გამოწერაზე დაჭერა და არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ დაგემშვიდობებით მაშინ ამის და სოსო კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა